2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი დღეს დუშეთში განიხილეს. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გასვლითი სხდომა დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური პრიორიტეტები კი ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააცნო და მათი შენიშვნებიც მოისმინა. დუშელების განმარტებით მთავარ პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა ქმნის. რა რაოდენობის თანხაა გამოყოფილი მომავალი წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც და დაპირება მიიღო დუშეთის მოსახლეობამ მთავრობის განახეთ ხათუნა ხვედელიძის რეპორტაჟში. დუშეთის კულტურის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად შეიკრიბა. 2011 წლის მთავარი ფინანსური პრიორიტეტები დუშელებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გზების რეაბილიტაცია და ტურიზმის განვითარება იყო. კივნეული საკითხი დუშეთისთვის არის სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარება, იმის გამო რომ განვითარდეს ტურიზმი. თუ არა ტურიზმი რაიონს ვერაფერი ვერ შეინახავს. სხვა ძირითადად ეს არის. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები არ აწუდება ამ პრობლემებს, ამიტომ გჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარება. ჟინვალიდან შატილამდე რომ გაიაროთ, ვერ ნახავთ ვერც ინვესტიციას ჩადებულს, ვერც კერძო ბიზნეს განვითარებულს, გზები არ არის, ინფრასტრუქტურა არ არის. მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონის ეკონომიკური ზრდის მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი დასახელდა. დუშელებმა ფინანსთა მინისტრისგან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისგან დაპირება მიიღეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან თანხის დიდი ნაწილი სწორედ გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ძირითადად მაინც ორი მიმართულება არის, როგორც რეგიონისთვის ყოველთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ეს გახლავთ სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა, რომელსაც დაახლოებით 40 მილიონი ლარი ემატება მომავალ წელს და მათ შორის ეს რეგიონი მცხეთა-მთიანეთის რა თქმა უნდა იქნება ერთ-ერთი მთავარი მოსარგებლე და თვითონ მოსახლეობა ძალზე დაინტერესებული არიან ინფრასტრუქტურის განვითარებით, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ხელშეუწყობს უკვე შემდგომში ტურიზმის განვითარებას და მათთვის დამატებით შემოსავლების მიღებას. ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება სადღაც 5%-ის ფარგლებშია გაზრდილი, მაგრამ ამას დაემატება კიდევ ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელსაც ვფიქრობ, რომ დაახლოებით ჩარჩენილთან შედარებით 15% კიდევ გვექნება მეტი, ისე რომ მომავალი წლის განმავლობაში რეგიონში ფინანსური პრობლემები ნაკლებად იქნება. ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის ხელშეწყობი პროექტების განვითარება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გასვლით სხდომას დუშეთში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელიც ესწრებოდა. გურამ ჩახვაძე დარწმუნებულია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხა მისი განვითარებისთვის საკმარისი არ იქნება. თუ კი არის ბიუჯეტის ნაკლოვანებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მას აქვს ბევრი პლუსი, ხომ? ეს არის ყველაზე სუსტი მხარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სოფლის მეურნეობა. ეს თანხები, რაც არის ჩადებული, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი აგრარული სექტორი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 2011 წლის ბიუჯეტში 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო გზების რეაბილიტაციაზე კი, რომელიც დუშეთის მოსახლეობას ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის, მომავალ წელს 120 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის თქმით, ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებად რჩება განათლება და ჯანდაცვაც. 2011 წლის ბიუჯეტის საკანონმდებლო ორგანომ 17 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.